გამარჯობა. ფაბ 44-ში ისევ კამათის დრო დადგა დიდი ხნის შემდეგ. უმდონი იწყება და შევარჩიეთ თემატური სტუმრები. ირაკლი კაკაბაძე, იუმორის და ჩოგბურთის მოყვარული და სანდრო ქავთარაძე, ჩოგბურთის კომენტატორი. როგორ ხართ? პირველი კითხვა მაინც ეს ისმის ხო. წესებსაც შეგახსენებთ, იმიტომ რომ შეიძლება დიდი ხანი არ გინახავთ, არ შეხვედრიათ ჩვენი ეპიზოდი. ჩვენ რიგრიგობით ვასხელებთ დებულებებს და შემდეგ ჩვენი სტუმრები ეთანხმებიან ან 100%-ით, ან უბრალოდ ეთანხმებიან, ან არ ეთანხმებიან, ან ამბობენ რომ ბოდოა. იშვიათად ხდება ხოლმე რომ გაიყოს ისე აზრი რომ ბოდოა დააფიქსიროს ერთმა და მეორემ 100%-ით დაეთანხმოს, მაგრამ ნახოთ, წინ რა გველოდება. წესები თუ გასაგებია დავიწყოთ. ნეიტრალურები ვერ რჩებით. ნეიტრალურები ვერც ერთ კითხვაზე ვერ რჩებით. შეიძლება დაემთხოს თქვენი აზრები, ამ შემთხვევაში კიდევ ერთი შეკითხვა დაგჭირდება, მაგრამ ნეიტრალურები არც ერთ შემთხვევაში არ იქნებით. ნუ ვიქნებით. დავიწყოთ. კარიერის პიკში მყოფი ფედერერი პრაიმ ნადალსა და ჯოკოვიჩზე უკეთესია. 3-მდე დავითვლი და გადაწიეთ საითაც გინდათ. 3, 2, 1. ვაუ. მაშინ მოდი დაიწყო. არა, ეს ისეთი ამბავია, მე ფედერერის ისეთი გულშემატკივარი ვარ, რომ აბსურდიც რო იყოს, მე დაყვები ხო. თორე ისე ვეთანხმე. რომელი დაიწყეთ? დაიწყოს ირაკლი. ჯერ შენი დრო იქნება. მე სანდროში და მე საერთო წუთი, სადაც შეჯერდეთ პასუხს. ჩემთვის ფედერერის თამაში, საერთოდ იზახიან ხოლმე, როცა ვკამათობ ხოლმე ამ თემას და ხშირად ვკამათობ, როგორც კი არა ფედერერის გულშემატკივარი შემოხდება, ან ნადალის, ან ჯოკოვიჩის. ყოველთვის არგუმენტია, რომ ფედერერი ლამაზად კი თამაშობდა და მე მოდის ხოლმე ესეთი რაღაც. თუმცა არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ციფრები რო ავიღოთ და არა მარტო დიდი შლემების რამდენი აქვს მოგებული და როგორ იყო საქმე, ჯამში ციფრები რო ავიღოთ, ალბათ და მე როგორც ვიცი, ფედერერი პირველ ადგილზე იქნება რა, ნახევარფინალების და მეოთხედფინალებში გასვლის და შესაბამისად აქედან ციფრებიდან გამომდინარე, ამიტომ ვფიქრობ, რომ უკეთესია. ეგაა? ანუ სანდროს დრო ჩავერთო თუ სანდროს მე აღარ შემიძლია? კი, მე შეგვიძლია სანდროს არგუმენტებს რომ მოისმენ, კიდევ დაუბრუნდე გამარჯვე. კარგი. შენ რა სიტყვის სანდრო, რას დაუპირისპირება? ხო, რთულია ამ პოზიციის დაცვა, იმიტომ რომ ესე არ ვფიქრობ, არამედ იმიტომ რომ ჩემთვისაც ამ სამეულიან თუ როდეს მე ვინმესკენ გადავხრივ ვარ, უფრო ფედერერისკენ და თუ შეკითხვა ეგრე ფორმულირდებოდა, რომ ვინ არის გოუთი, ვიტყოდი ფედერერს. უბრალოდ ეგ ჩემთვის ცოტა სხვა კრიტერიუმია. რაც შეეხება აი კორტზე რა ხდება და ტექნიკურად ვის აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ ერთმა მეორეს თამაში მოუგოს. მაგრამ წელში ვერ ვეთანხმები და ვერ ვეთანხმები, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში 2008 წლიდან მოხდა ისე, რომ ნადალი და ფედერერის დუელი რომ ავიღოთ. 2008 წლიდან მოხდა ისე, რომ ფედერერი ამ დროს არის 27 წლის, რაც პრაიმია მისი და ფედერერმა 2008 წელს მაგალითად გაროს რაფასთან წააგო ფინალი ისე, რომ სულ 4 გეიმი მოიგო და მერე წააგო უიმბლდონის ფინალიც, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ფინალი, რაც კი როდესმე ფედერერს წაუგია, ანუ კრუნზეც წააგო, ბალახზეც წააგო და 2009 წლის ავსტრალიის პირველობის ფინალში ჰარდზეც წააგო. ეს პრაიმ წლებია ფედერერის ცალსახად, ფიზიკურად, შეგრძნებითად, მაგრამ მაინც რაფასთან ეგ ნაწილი წააგო. ჯოკოვიჩის პრაიმი კიდე ცალკე თემა, მგონია რომ თუ ლაპარაკობთ იმაზე, ვინ მოიგებდა მატჩს, ძალიან ღრმად მწამს, რომ ერთი კონკრეტული თამაშის მოგება ჯოკოვიჩზე უკეთ არასდროს არავის გამოსვლია და შესაბამისად პრაიმ ჯოკოვიჩი versus პრაიმ ფედერერი, რა თქმა უნდა, საფარს და ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თუ რაღაცა გავათანაბრებთ ამ ყველაფერს, მაინც უფრო მეტ რაოდენობა თამაშს მოიგებთ. შეგიძლიათ საერთო წუთი გამოიყენოთ და ორივე შეგიძლიათ ამ დროს ლაპარაკი, ხო? მე მგონია, რომ ნუ არ უნდა გავითვალისწინოთ ხოლმე მარტო დიდი შლემები რა, იმიტომ რომ მასტერებსაც, 1000-იანებსაც და 500-იანებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ შევაჯამებთ საერთოდ ამას, იმიტომ რომ ფინალის წაგება როგორიც, თქვათ, ჯოკოვიჩი რო ავიღოთ და ჯოკოვიჩთან წააგო ფედერერმა ის საბედისწერო ფინალი უიმბლდონზე, ეგ არ ნიშნავს, რომ რომელიღაცა უფრო ძლიერი იყო, ან ფედერერი უფრო სუსტი იყო, იქ ერთი ბურთი წვიდავს ხოლმე ყველაფერს და ამიტომ მე ესე არ უყურებ რა და ამიტომ მგონია, რომ თუ შევაჯამებთ ყველა ტურნირებს და ცოტა გავითვალისწინებთ ასაკი არ უნდა გავითვალისწინოთ, ხო? ორივე 27 წლისა. ხო.
მაინც გონია რომ ანუ თუ ყველა ტურნირებს შევაჯამებთ, მაშინ შედეგი არ ამგონია რომ ესეთი იყოს რა. ხო, აი მაგნაწილში ერთი რაზეც შეგედავები და ეგ რაც ფილოსოფიური განსხვავებაა ჩვენ შორის. მე მაინც სპორტი მგონია მოგებამდე და წაგებამდე დავიწროებული სამყარო. იმის მიღმა ძალიან ბევრი რამეა და მაგიტო ჩემთვის GOAT იქნება ფედერერი, იმიტომ რომ ეს არის greatest და ყველაზე დიდებული, მაგრამ თუ ვლაპარაკობთ ვინ არის უკეთესი პრაიმში, ჩემთვის არის შედეგობრივად ვინ მიდის მიზანთან. ამიტომ ის ერთი ქულა არის ზუსტად განსხვავება ფედერერს და ჯოკოვიჩს შორის და ამიტომ ის ქულები იყო განსხვავება, რაც ჩამოვთვალე ფედერერს და ნადალს შორის, როცა ნადალი ფედერერს უკებდა. ხო, ამიტომ მაინც ურჩები ამ პოზიციაზე და ამბობ რომ არ ვეთანხმები. რაც შეეხება ტურნირების კატეგორიას დამავიწყდა. მან ეგეთი მოცემულობა გვაქვს, რომ მასტერსის მეტი აქვს მოგებული. აი არ მომწონს ეგ რომ ეგრე არის, მაგრამ ეგრე არისო. 40 მეტი მასტერსი აქვს მოგებული ჯოკოვიჩს და ნადალს, 27 ფედერერს და სლემები ორივეს უფრო მეტი აქვს ვიდრე ფედერერსთან. რა ვქნა რომ ესეა? რა ვქნა რომ ასეა, პირველს შენს ვამირაკლი, იმიტომ რომ ხო მეტი არგუმენტი მოიყვანა და შენ არგუმენტს მოიყვანა იმაზეც დაგიპირისპირა და სხვა შანსი არ დარჩა. უნდა დავალევინოთ ირაკლის პირველ ჯიქ. GOAT-ს გაუმარჯოს. ამ შემთხვევაში ერთი აზრი გვაქვს რა. მე ცოტა განსხვავებული, მაგრამ მეც ამ შემთხვევაში მაგრამ შეიძლება წყალს. 1-0. შემდეგი ეს დებულება, სპორტს არ ვეხებით ამჯერად. კომედიაში ხუმრობა ყველა თემაზე შეიძლება. ის დააბრუნე ჯერ და 3-2-1-ზე გაეწიეთ. ნახოთ აბა, აქ თუ გაიყოფა თქვენი აზრი. 3-2-1. ვაუ. ამჯერად შენ ხსნი, რახან პირველი ირაკლი მოეხსნა. მნიშვნელობა არ აქვს დაითანხმები თუ არ ითანხმები. აქ ცოტა თავდაჯერება მაკლია, ჩემი წინაზე ირაკლის არა. და სხვათა შორის ისიც ამძაფრებს ამ თავდაჯერების ნაკლებობას, რომ სეტანტა სპორტში ყველაზე მეტად კომედიის ჟანრში, ვისაც შეიძლება დაუჯერო მურთია და მურთის ამბობს, რომ მურთის 100%-ს დადებდა აქ და გვილაპარაკი ამას. მე მაინც გონია რომ ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება. არა რაღაცა კლიშე პოლიტკორექტული პერსპექტივებიდან გამომდინარე, არამედ იმიტომ რომ როცა ყავს დიდი აუდიტორია და როცა ეს აუდიტორია შენგან დიდ ზეგავლენას იღებს მათ შორის კარგად ნათქვამ ხუმრობაზე ან დასამახსოვრებელ ხუმრობაზე, არსებობს ძალიან დიდი სივრცე ინტერპრეტაციების. სამწუხაროდ დღეს სამყარო არ არის იმ წერტილში მისული, საზოგადოებრივად, შეგნებითად, შეგრძნებითად, რომელშიც არ არის დიდი სივრცე ძალიან მავნებლური ინტერპრეტაციებისა რაღაც საკითხებზე ინფორმაციის მიღების დროს. ამიტომ რაღაც თემები მაინც მგონია და რაღაცა ძალიან პატარა შავი ზღვარი შეიძლება ეგ იყოს და არა დიდი სივრცე. მაინც მგონია რომ არსებობს თემები, რომელიც ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე, კულტურული კონტექსტიდან გამომდინარე, აი ამ ინტერპრეტაციის შესაძლებლობიდან გამომდინარე, მაინც ძალიან დამაზიანებელი შეიძლება იყოს და თან ძალიან ცუდ შეგრძნებებს ქმნიდეს ადამიანებისთვის და ამიტომ რაღაცებზე მე მაინც მგონია რომ არ მოსულა განსაკუთრებით ეს შავი იუმორის მიმდინარეობა რომ არის. მაგრამ აი მნიშვნელოვანი ისიც ვთქვათ რომ სად ხუმრობა. მე უფრო იქით წავიყვანე, როცა საჯარო ხუმრობის სივრცეზე ვალპარაკობთ, ალბათ თვითონ ირაკლისგან გამომდინარე. ოკეი. რას დაუპირისპირე? ისევ საჯაროზე ვილაპარაკებ და მაინც ამაზეც ვჩები, იმიტომ რომ ცოტა სხვა მხრიდან დავიწყებ რა. ნებისმიერი შეზღუდვა იწევს როგორც იუმორზე ვლაპარაკობ და როგორც დავსერიოზულად. ნებისმიერი შეზღუდვა იწევს სხვა შეზღუდვების გაჩენას. და მაგალითად არ ვიხუმროთ, არც მოდი ახლა რაღაც მაგალითად ვიტყვი, არ ვიხუმროთ თხილზე. და რაღაცა, იმიტომ რომ სენსიტიურია, რაღაც ჯგუფს ეს თხილი აღელვებს და ამიტომ არ ვიხუმროთ. როგორც კი ამას დაუშვებთ, იმ წუთში გამოჩნდებიან ტეკილას მოყვარულები, რომლებიც იტყვიან, რომ მოდი არ ვიხუმროთ ტეკილაზე, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე გული გწყვია. მერე გამოჩნდებიან ლუდის, მერე გამოჩნდებიან მაგიდის, მერე ირაკლის და ასე შემდეგ და ბოლოს აღმოჩნდებთ იქ, რომ არაფერზე ხუმრობა არ შეიძლება, გარდა იმისა, რომ კაცი მოდის ბანანზე ფეხი აუსრიალა და წაიქცა, თუმცა აქაც შეიძლება ბანანის გულშემატკივრები გამოჩნდეს, თქვენ რომ ეს ბანანის როგორც ხილის ინტერესებს და რაღაცებს ეწინააღმდეგება და ამიტომ არ შეიძლება.
დამივალთ მარაზმამდე რა. იმიტომ რომ ვერ მოყვები მე ვერც რაჭველებზე ანეკდოტს, იმიტომ რომ რაჭველებს ეწყინებათ, ვერც მაროზე და მიხოზე, იმიტომ რომ არიან მაროები და მიხოები, რომლებსაც ეწყინებათ და ანუ საგიჟეში წავალ. ამიტომ მგონია რომ ხუმრობა შეიძლება ყველაფერზე, ან არაფერზე და არაფერზე ხუმრობა საგიჟეთი, ამიტომ ყველაფერზე. ოღონდ ეს ხუმრობა უნდა იყოს კორექტული. რას გულისხმობ, რომ ვიზეც ამბობ ხუმრობას, იმასაც უნდა ეცინებოდეს და ეს არ უნდა იყოს დაცინვა, ეს უნდა იყოს ერთად ვიცინოთ და მაშინ აღარ არის უკვე და ეხლა როცა სხვა ინტერესებს ემსახურება და მინდა რომ აწყენინო ვიღაცას და ისე ამბობ რომ იმასაც ეწყინოს და დაიცინოს ამ შემთხვევაში ვეთანხმები, მაგრამ ხუმრობა თვითონ ესეთი არ უნდა იყოს ჩემი აზრით. აჰა, საერთო წუთი. პირველ ნაწილს ავხსნი, მივყვები იმ ამბავში, რომ ვიღაცამ არ შეიძლება ვიღაცას დაუწესოს რაიმე ფორმის შეზღუდვა ან რეგლამენტი იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება ვიხუმროთ და ცალსახად იმდენად სუბიექტური რამეა ალბათ იუმორი და ზოგადად პერცეფცია ცხოვრებაში, რომ შეუძლებელია ვინმემ განსაზღვროს რა არის სახუმარო ან რა არ არის. მე უბრალოდ როცა არ დათანხმებისკენ წავედი, აქ შინაარსი იყო და ამოდიოდი იმ წერტილიდან, რომ პერსონალურად შინაგანად ჩემი თავისგან მევე ვქმნიდე, ჩემ თავშივე უბრალოდ მევე ვქმნიდე რაღაც ზონებს, რომელიც იქითაც არ წავალ, არც ხუმრობაში. თორემ ის რომ ვიღაცამ თქვას, რომ არ შეიძლება ვიხუმროთ ლუდზე ან ბანანზე, მაგ ნაწილში ეგ მგონია, რომ კატასტროფული მოცემულობაა და ცხადია არ ვეთანხმები. ბოლო ნაწილსაც შევეხები უცბად, მანდ ეგ მომენტია, რომ კი, მოკვები ამ კორექტულობის ნაწილში, უბრალოდ ჩემგანაც ეს არ დათანხმება, ზუსტად მაგას უკავშირდებოდა, საბოლოო ჯამში ეს შინაგანი ბარიერი რაღაცაზე ხუმრობასთან არ ხუმრობასთან დაკავშირებით, სწორედ აი მაგ ნაწილში შედის, რომ რაღაცა მე აღარ არის კორექტული და მაგიტო არ ვეთანხმები ზუსტად. ამას წინა აზრს გავაგზავნე პირველ ნაწილს, რომ მე შეიძლება ჩემ თავში თვით ცენზურა მქონდეს და რაღაცაზე არ ვილაპარაკო, მე თვითონ უხერხული ვარ, მაგრამ ყველა ესე ხო არა ვარ, მე დაუშვათ შეიძლება რელიგიურ თემებზე არ ხუმრობდი, იმიტომ რომ ეს ჩემთვის სენსიტიური იყოს, მაგრამ ვიღაცისთვის რელიგიური არ იყოს სენსიტიური და ძაღლებზე იყოს და მაინც გამოვა რომ ყველა თემა თუ ამას მივყვებით, გამოვა რომ ყველა თემაზე ვხუმრობ, თქო მე ამას ჩემ თავში თვით ცენზურას ვაკეთებ, ის ძაღლებს, ის თხილს და მაინც მივალთ იქამდე რომ ყველაფერზე ხუმრობა შეიძლება, უბრალოდ მე რაღაცეებზე ვერ ვხუმრობ, ის რაღაცეებზე ვერ ვხუმრობ. ანუ ეს თვითცენზურა, რა თქმა უნდა იყოს და გააქვს და გინდა არ გინდა გექნება, ვისაც საერთოდ არ აქვს თვითცენზურა, ის გონია რომ უბრალოდ სპეციალურად აკეთებს ამას, რომ გამოაჩინოს რომ მე თვითცენზურა არ მაქვს, მაგრამ თუ საერთოდ ხალხზე ვლაპარაკობთ, რომ აი და საქართველოში იუმორს ვინც ვქნით, გამოვა რომ მაინც ყველა თემაზე ვიხუმრებთ. ამიტომ ბუნებრივად ეგრე გამოვა რა, მე რაღაცაზე არ ვიხუმრებ, შენ რაღაცაზე, მაგრამ ჯამში გამოვა რომ ყველა თემას მოვიცავ. მე მგონი, აქაც გამარტივდა და პასუხი უნდა გათანაბრდა სანგარის ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში. მეც არ ვარ დიდად შავი იუმორის მოყვარული, არასდროს არ მეყვარს, როცა ვიღაცას ოდნავ შეიძლება ძალიან ეწყინოს ჩემი ხუმრობა. სულ ცდილობ რომ ზღვარი დავიცვა, მაგრამ ჩემს უნდა არსებობდეს ყველანაირი იუმორი და მე მომხმარებელი შეაფასებს. არავინ არ მოусმენს იმ ადამიანს, თუ ჩათვლიან რომ ძალიან ამორალურია. ერთ-ერთი სეტებს შორის. შეიძლება დისაიდერდეს. და მე უნდა დავლიო. შემო დავლიო, როგორც ირაკლი. გიწევს შენ ეგ ამბავი. გაუმარჯოს იუმორს მაშინ. გაუმარჯოს. მესამე დებულება. მემკვიდრეობის ლეგასის შექმნაში ტიტულებზე უფრო მნიშვნელოვანი ის ემოცია, რომელსაც მაყურებელზე ტოვებ. რაღაც მხრივ ამ თემას შეეხეთ პირველი კითხვის დებულების დროს, მაგრამ ეხლა უფრო ფართოდ მოგვიწევს. 3 დავაბნიო. 3 2 1. ორივე ეთანხმებით, ამ დროს უბრალოდ უნდა გითხრათ რატომ ეთანხმებით და გადავიდეთ შემდეგ დებულებას. ხო ვეთანხმები, იმიტომ რომ პირადად ჩემი გემოვნებით და პირადად ჩემი ერახმული რაღაცა სპორტში ვარ, ხო, ისე ალბათ ტიტულებზე რა ხალაპარაკობთ. მე როგორც მიმართები სპორტს და რაც მინდა რომ მივიღო სპორტისგან, არ არის რაღაცა მტკნარი მარტო შედეგი, მე მჭირდება ქარაქტერი, პერსონაჟი, იმის ემოცია, იმის ხასიათი, ამბავი, რომელსაც თავისი გამარჯვებით ან დამარცხებით მომიყვება, ამიტომ სპორტში ხშირად არის ეგეთი ამბები, როცა
შეიძლება დამარცხდეს ვიღაც და შენი გული მეტად მოიგოს და უფრო დიდი გავლენა მოახდინოს ამან შეიძლება ზოგადად სპორტზე. აი მაგალითად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორტული მომენტი არის 2009 წლის ფინალი ავსტრალიის ღირსშესანიშნაობის, როცა ფედერერი ტირის რაფასთან წაგების მერე. და it's killing me ამბობს, რომ ვეღარ უძლებს ემოციას და ძალიან ამაზია ეგ და ძალიან მნიშვნელოვანია. იმ მოგებასაც ფასი საძლევს, რომ შეგრძნებებია ხოლოს თან და არა ის რომ უბრალოდ სადღაც ჩაიწერა რომ იქ 2-ია და იქ 4-ია და ასე შემდეგ. ამიტომ ხო სპორტები რომლებსაც გლობალური რაღაცა გავლენა აქვს და პოპულარობა მგონია რომ ამაზე დგას ემოციაზე და შეგრძნებაზე და შესაბამისად აუცილებლად ვეთანხმები. ეხლა ვფიქრობ რომ 100-ზე რატო არ დავუსვის მეც მეგონა რომ 100 გადმოწე. მეც არა ხო 100 არის მეც ეხლა რა დავფიქრდი და ისევ იგივე პირველი დებულებიდან გამოვალ მეც რახან კითხვაც რაღაცნაირად მოიცავ და აღარ მახსოვს რომელი კომენტატორი იყო, მაგრამ ლაპარაკობდნენ რატო არის ფედერერი მუდმივი კამათი ფედერერი ნადალი ჯოკოვიჩი და ფედერერი და რითი დაამტკიცებ ფედერერი და ეგ მაყურებელს შეხედო, ანუ ის პერიოდი როცა სამივენი თამაშობენ და მანდაც ციფრებით დანარჩენი ორი ჯობია და გახედეთ მაყურებელსო და ალბათ 80%-ს ან 90%-ს RF-ის ქუდი ახურავს ან მაისური აცვია რა და იმის და მიუხედავად რომ ციფრები აკეთებს სხვას, გული მოიგო უფრო მეტის ამ ადამიანმა რა და თან ნეიტრალურ ტერიტორიაზე ხდება რა, ან როლან გაროსი არ მახსოვს ან სადა. შვეიცარიაში არ ხდებოდა ეს ამბავი და პიროვნება მისის ხომ არ გვეთანხმები რა პიროვნება მისის აქციელი და ისტორია გიყვარდება და არა ის ციფრები რომ ამდენი დოლარი ჩაერიცხა თუ ამდენი თასი დადო თავის რომელიღაც მე-17 ოთახში სადაც ამისთვის არ მოწყობილი ეგეც გაიაღონდ იმისთვის ვისაც ერიცხება შენ როგორც მაყურებელს ემოცია გინდა თან ამ შემთხვევაში მემკვიდრეობაზე გვაქვს საუბარი და არა იმაზე თუ ვინ უკეთესია ალბათ მაინც მოედანზე კორტზე წყდება მაგრამ ვინ აკეთებს იმ ინსპირაციას როცა მასები იწყებენ ამ სპორტის თამაშს ხო რა ამაზე აღარ ვიდავრ. აი, იგივე ანგარიში რჩება, კი ბატონო. შემდეგი დებულება. რამდენიმე წელში კაცობრიობისთვის AI დიდი პრობლემა იქნება. 3 2 1. არის ახმებით. ვა, რატო? მე მგონია რომ უკვე დიდი პრობლემა არის რაღაც მხრივ. იმიტომ რომ გუში მეტომენ მივხვდი AI იყო თუ არა და რაღაც 3 ძმაკაც ჩაუგდე რაღაც ვიდეო და დამცინეს. არა, დავიწყებ. პრობლემა იქნება რაღაც პერსპექტივით და ორ ამეს შევეხები ახლა. ერთი ნუ ეს რაღაცა სამუშაო ადგილების შემცირება, ერთი არგუმენტი რაც მაქვს არის არსებობს, იმიტომ რომ რაღაცები უბრალოდ ავტომატიზირდეს შეიძლება და მეორე ის რომ ყველაზე ალბათ ძაფრი პრობლემა რაც შეიძლება AI მოიტანოს თუ ბოდვაზე იმიტომ არ დავსვი რომ სადღაც ვიტოვებ სივრცეს რომ არ ვიცი საბოლოო ჯამში როგორ შეიძლება რაღაცები განვითარდეს. და მეორე მთავარი პრობლემა ხა რატომ ეთანხმების არგუმენტებს რატომ არ ვიცი გადავალ არ დათანხმებასაც. მეორე არის რომ უბრალოდ ძალიან რთული ხდება ნელ-ნელა გარჩევა არის რაღაც ავთენტური და ორიგინალი კონტენტი მაგალითად და ძალიან რთულია ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტის გარჩევა და ძალიან დიდ მასებზე ამ ინტერპრეტაციებს და ყველაფერს რო დაუბრუნდი ამას შეიძლება ძალიან ცუდი გავლენა მოახდინოს იმიტომ რომ რაღაცა ამით ისარგებლოს ძალიან ბოროტად მაგრამ მე მაინც მჯერა ტექნოლოგიური განვითარების თუ მაინც და მაინც მილიტარისტული არ არის და აი მილიტარისტულშიც შეიძლება ტექნოლოგიურ განვითარებას ორი მხარე კონდეს რაღაცებს შეიძლება აჩერებდეს რაღაცებს შეიძლება ამწვავებდეს და ეგეც დავის საგანია არ ვეთანხმები იმიტომ რომ მჯერა ტექნოლოგიის და მჯერა იმის რომ ადამიანები თუ კეთილშობილად მოიხმარენ AI-ს პირიქით ამან შეიძლება ძალიან განავითაროს რაღაცები. შეიძლება ოპერაციები გაკეთდეს აბსოლუტური სიზუსტით და შეიძლება უბრალოდ შანსები გავზარდოთ სხვადასხვა კატეგორიებში იმისა რომ მაქსიმალური მიიღონ ადამიანებმა ყველაზე ისეთი სივრცე ჯანდაცვა ხო. თუნდაც ამ სფეროში. ამიტომ რატომღაც მინდა რომ ეგრე იყოს. კაცობრიობას რამდენად ვენდობი. ძალიან დიდი თუ არის მაგრამ. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ცალკე თემა, მაგრამ მე მჯერა რომ სიკეთე იმარჯვებს ზოგადად ბოროტებაზე და ამიტომ არ დავეთანხმე ამ დებულებას.
ხო, მეც არ მგონია რომ ესეთი პრობლემა იყოს, როგორცაც ეხა ხატავენ რა, ნუ უფრო მოდაშია, ვიდრე რეალური პრობლემა იქნება, იმიტომ რომ მე ასაკით დიდი ვარ თქვენზე და ისეთ პერიოდებს მოვესწარი, როცა პატარა კალკულატორები როცა გამოიგონეს, პატარა ვიყავ მაშინ სკოლაში მათემატიკას ვსწავლობდით რა და გამრავლების ტაბუა და რაღაცა იმან ვიწყებდით და პატარა კალკულატორები შემოვიდა. ჩამოქონდათ საიდანღაც ვიღაცებს და მასწავლებლები გიждდებოდნენ, რომ წარმოიდგინე ეს მოიგონეს ბავშვები სუდებილები იქნებიან, რომ მათემატიკა არავის არ ეცოდინება, იმიტომ რომ ამითი გამოთulis ყველაო და გაიზარდა ის თაობა და წარმატებულია, აგა მე კომპიუტერი შემოვიდა და დაღუპავს ეს ადამიანს საერთოდ წერა არ ეცოდინება, აზროვნება და კომპიუტერი ჩვენი ცხოვრების ნაწილია და არაფერი ესეთი არ მომხდარა. ამიტომ მგონია რომ ესეც ერთ-ერთი დამატებითი რაღაც ის იქნება, საშუალება, რომელიც მოგვეხმარება რაღაცების გაკეთებაში. რაღაც სამუშაო ადგილებს რა თქმა უნდა გააუქმებს, მაგრამ გააჩენს სხვა სამუშაო ადგილებს, როგორც გააკეთა ნებისმიერმა სხვა პროგრესმა. ერთი აღარ არის საჭირო, მაგრამ სხვა რაღაცაა საჭირო, რომ ის გამოიყენო და ამიტომ არ მგონია, რომ ესეთი კარგი ამასაც უსმენდი ლუკ ბესონის ინტერვიუ იყო რა ძალიან კარგი და ეგ ზუსტად ეგ კითხვა დაუსვეს რომ როგორ ფიქრობო რა თან ამ სფეროში ახლა ძალიან შემოვიდა ხო ვიდეოები იმდენი ჩდება ახლა ახალი ბებოების კონტექსტში ხო ჯერ კიდე გარჩევადია ხო მაგას ეკითხებოდნენ რომ ხო რას ფიქრობო და არ საერთოდ არ მეშინია ამ ამბის იმიტომ რომ ნებისმიერ ალბათო ძალიან მალეო ხელოვნური ინტელექტი რაღაცა ლეონ 2-ს ან რაღაც მეხუთე ელემენტ 2-ს გადაიღებს უპრობლემოდ და 3-საცო 4-სოც მაგრამ პირველსო ვერასოდეს ვერ შექმნისო რა ანუ თვითონ დედანს რაც არისო მე მსგავსი კოპირება შეიძლება გააკეთოსო ოდნავ ინტერპრეტაციით. ამიტომ რაღაცნაირად დავეთანხმე ამ ამბავში, ამიტომ მგონია რომ არ არის ისეთი საშიში, როგორცაც გვაშინებს. შემდეგი კითხვა, დებულება. ზედით 2-ზე დათანხმდით და ვნახოთ აბა აქ თუ გაიყოფა თქვენი აზრები. ჩოგბურთი უფრო მეტად საკუთარ თავთან თამაშია, ვიდრე ოპონენტი. 3 2 1 ზედიზეც ზინედი ზიდანევიც ეგ ხო ცნობილი მიაყოლეთ ფაქტია რომ მენტალური თამაშია შენ თავს ეთამაშები და ეგ ხო ყველა მაგიტო არის ჯანდაბა სპორტია ეს ყოველი წაგების მერე და მოგების მერე მაგას იძახი რომ რანაირი სპორტია რა არის ეს ანუ შენ თავთან ჭიდილია რა იმიტომ რომ აი რაღაც ასეული რო აიღო თანამედროვე ჩოგბურთში განსაკუთრებით თამაში იცის ყველა. ყველას კარგი ჩაწოდება, ისე ვერ მოხდება ასეულში რა, ყველას კარგი ბექენდია, ყველას კარგი ფორმა, ზოგსის უკეთესიც, მაგრამ ჯამში თამაში ყველა მიცის. აი 10-ულში ხდება ის ადამიანი, ვინც თავის თავს ეთამაშება და უგებს და ნუ 20-ულშიც ალბათ, მაგრამ ცოტა იქით არიან ადამიანები, რომლებიც ამას ვერ ახერხებენ და თავის თავთან აგებენ რა და აი ეს მგონია რომ მაგას აღწერს ზუსტად. ხო, ამას პატარა კომენტარს გავაკეთებ მეც, იმიტომ რომ ეგ ნაწილი ზუსტად ეგრეა, ტოპასში შესაძლებლობებზე 100%-ით ეგრეა, აი ესეა. თან ეგ არის რომ აი მაგალითად ჩოგბურთში ყველაზე ხშირად რჩევასაც მოისმენს მოთამაშე მწვრთნელისგან არის რომ ეთამაშე ტრაექტორიას და არა ოპონენტს, იმიტომ რომ თავარი მუღამი არის შენ თავთან გადავახო ავტორიტეტის ბარიერი. იყო წლები, როცა მინუსთან გადიოდნენ სათამაშოდ და წინასწარ წაგებული ჰქონდათ, სამეულთან გადიოდნენ სათამაშოდ და წინასწარ წაგებული ჰქონდათ. და ეს რაც კორტზე ხდება, მარტო ამ განზომილებას რომ თავი დავანებოთ და გამოვიდეთ, მთელი კარიერა და ცხოვრება, არა მარტო სპორტში, ზოგადად ცხოვრებაშიც მგონია, რომ საკუთარ თავთან ჭიდილია, უფრო მეტად, საკუთარ მიზნებთან მიმართებით რამდენს გაიღებ და გააკეთებ, რამდენად მოინდომებ იმას, რაც მოსანდომებელია, რამდენად ნების ყოფას გამომჟღავნებ. ზოგადად მგონია, რომ ეგრე მუშაობს ცხოვრება, წარმატება სამყარო ადამიანი, ამიტომ ძალიან კი მინდოდა რომ ავსდენილიყავით აზრებში, მაგრამ აი რომ გადმომეწია, ძალიან არაბუნებრივი იქნებოდი და არანატურალური და ბოდიში კიდევ ერთხელ მოგვიწია. კი ბატონო. შემდეგი დებულება იქნება თუ არა ზედიზედ მე-4. აბა კვირიდან კვირამდე სერიალის ახალი ეპიზოდის ლოდინს ერთბაშად მთელი სერიალის ყურება სჯობს. ერთბაშად ერთ ღამეში ვერ უყურებთ, მაგრამ ერთ კვირაში ხო შეიძლება. ამის ერთდროულად არის ერთბაშად ყურება ჯობს არის დებულება? არა, ეს ლოდინი ჯობია. ხო, მე მგონია რომ ერთბაშად ყურება ჯობია და აჰა. წინა ვინ გახსნა არც კი მახსოვს. მაშინ ეხა ირაკლი. კი ბატონო, რა თქმა უნდა, სურვილი
იმისი რომ ერთ კარგ სერიალზე პირველ კარგ ეპიზოდს რო უყურებ და ძალიან დაგაინტერესებს, ბოლო ესეთი იყო მობლენდი, რომელსაც უყურებდი. მოგეწონება ძალიან და უყურებ, რა თქმა უნდა, სურვილი გაქვს იმისი, რომ გინდა რომ იმ წუთშივე ნახო, თუმცა დავაკვირდი და რატო გადმოვედი აქეთ. დავაკვირდი ერთ რაღაცას, რომ თუ სერიალი მაქვს ნანახი ესე, ყოველკვირა თითო ეპიზოდი იდება, ან არიდება და მე ვნახულობ ესე, მაშინ ემოცია, დამახსოვრება დეტალების და რაღაცა განცდა ამ სერიალის უფრო ძაფრია ჩემთვის და უფრო მომახსოვრდება ყველაფერი და უფრო მეც ვფიქრობ ამ სერიალზე და ხანდახან არის ხოლმე რა პირველ მაგარ ეპიზოდს რა ხო ვფიქრობ ანეტა როგორ განვითარდება რაღაცა და მე ერთი კვირა რო გავარო ნახავ სულ სხვა ემოცია გაქვს ანუ ცოტა დაჯდება ეს აფორიაქება და ყველაფერი და უფრო მშვიდად უყურებ და უფრო მომზადებული ხარ ვიდრე გადაბმულად ბევრი სერიალი მინახია გადაბმულათაც და გადაბმულად რო ნახავ მე ბევრი დეტალი აღარ გახსოვს იმიტომ რომ ერთბაშად იმდენი ემოცია მიიღე ერთ ღამეში და უშუალოდ რო გაათენო და გამითენებია და ნახო ერთი რაღაცა დაუშვათ 6 სერიანი ან 7 სერიანი სერიალი მე ბევრი დეტალი აღარ მახსოვს და უბრალოდ სერიალის შინაარსი და ის ზოგადი ემოცია მჩება და არა ის დეტალები ეს არის ჩემი არგუმენტი ას დაუპირისპირებ. ხო, პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ თავისი რომანტიკა აქვს აი ამ ჩაგდებებით ყურებას, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომ რაღაც უფრო დიდი სივრცეა დამუშავებისთვის, გაზიარებისთვის, მაგრამ მე პერსონალურად განვეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომელსაც წარმოუდგენია ნებისმიერი მსგავსი ტიპის რაღაცა პროდუქტთან ზიარება, ძალიან შინაგან თავგადასავლად და ჩემთვის აუცილებელი არ არის ხოლმე რომ რაღაცა სხვებთან ვისაუბრო ამაზე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან სასიამოვნო იყოს, მაინც პირველადი მომხმარებელი რაღაცას, როცა ვუყურებ ან ვკითხულობ, ისევ ჩემი თავია და ჩემი შინაგანი მოგზაურობა. ამიტომ რაღაცა ცუდი ანალოგია რომ მოვიყვანო, ჩემთვის წყვეტებით რაღაცის ყურება დაახლოებით იგივეა რომ ერთ ამბავს და საბოლოო ჯამში მთელი მუღამი ხო სერიალის და წიგნის ეგ არის რომ მას ერთი ფაბულა უნდა შეიკრას, ხო, უნდა დაიწყოს და უნდა დამთავრდეს. საბოლოო ჯამში ამის წყვეტებით ყურება ანალოგია არის იმისა რომ ნახოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რაღაცა 15 წუთად 4 კვირაზე გაწერილი, რაც ძალიან არასასიამოვნოა პირადად ჩემთვის. ამიტომ რახან ჩემ თავში ხდება მთელი თავგადასავალი, უფრო გაცილებით უფრო მეტად ჩართული ვარ, უფრო მეტად მივყვები, უფრო მეტად მახსოვს, უფრო მეტად მჯერა ვიცნობ პერსონაჟს და ერთი ამას ვთქვი. თუ რა თქმა უნდა გაძლევს შესაძლებლობას, რაღაც სერიალი შეიძლება 48 საათი ჭირდებოდეს რომ უყურო და ეს ერთი ამას ვთქვით არ იყურებოდეს, მაგრამ თუ ამის თეორიული შესაძლებლობა არსებობს, მირჩევნია. თუნდაც მარტო იმიტომ რომ აი ჩემთვის ყოფილა რა ეგეთი გამოცდილება რომ აი ამ წყვეტებით ყურებას გამოუწევია რაღაც მომენტში სრულად ამოვარდნა, კონტექსტის დაკარგვა, გახსენება დამჭიროებია და ამიტომ ცოტა მაშორებს თითქოს იმას, რაც მინდა რომ მივიღო სერიალისგან და რასაც მაძლევს. საერთოდ უთ შეგიძლიათ ჩაერთოთ რა. პატარა დეტალს ჩავეჭიდები. ჩემპიონთა ლიგის ფინალზე არ დავეთანხმები, იმიტომ რომ ფინალი ჩემთვის არის ერთი სერია და მთელ ჩემპიონთა ლიგას რო უყურო გადაბმული ყველა თამაშებს, აი მანდ მგონია რომ ისეთი მუღამი არის ხდება ან 48 საათი ან რამდენსაც მოითხოვს არც რომ გადააბა რამდენი თამაშიც არის იმდენი მაგ შემთხვევაში ძალიან მოგბეზდება და დაიღლები და ბოლოს ვეღარ გაარჩევი თამაშობს და რაღაცა ესე მგონია და თვითონ ფინალი ერთი სერიაა და რა თქმა უნდა ამას ახლა ერთად უნდა უყურო ამას ვიტყოდი ჩემ მე დასაცავად ეგრე აღვიქვამ რომ სერიალია თუ კინო ჩემთვის ისევ მანდო რა ერთი ამბავია, ჩემთვის ჩემპიონთა ლიგის ერთი ამბავი მთელი ტურნირი არ არის, ერთი მატჩია, უფრო მეტად, ანუ ერთ სერიალს შევადარებდი ერთ მატჩს და არა მთელ ჩემპიონთა ლიგას ერთ სერიალს, როგორც ერთ ფილმს შევადარებდი ერთ მატჩს, უფრო მაქსიმ დღეზე ვრჩები, ამიტომ მგონი ეგ არის ახლა ცოტა ჩვენ შორის განსხვავება, ამიტომ მაინც რაღაც მიზეზებიდან გამომდინარე რა პერსონალური გამოცდილებაც გამივლია, რამდენადაც მიტოვებს და მეც სიამოვნებას მაღებინებს. ბოლომდე შიგნით შესული ყოფნა რაღაცაში, მაინც ყარად გავარჩენ პოზიციას. რაღაც დაგიმალდა ამ კითხვაზე, ამ დებულებაზე ყველაზე მეტად გამიჭერდა, რომელიმე მხარეს გადახრა. იყო მომენტი, როცა ირაკლისკენ გადმოვიხარე, მე სანდროსკენ, მე ისევ ირაკლისკენ და საბოლოო დავში ირაკლისკენ, იმიტომ რომ მეც რთული სიტუაცია. რომ გავიხსენე,
ყველაზე მეტად სიამოვნება მიმიღია ეგ დროს, რომ დავლოდები ვარ სერიალებს. შეიძლება იგი იქიდანაა გამოწვეული, რომ ისეთ სერიალებს ველოდები, რომლებიც უკვე მიყვარს და თავიდან რო ვიწყებ პირველ სეზონს ეგრე არ დავიწყებ, უკვე ცნობილი უნდა იყოს სერიალი, ვიღაც უნდა კონდეს ნარჩევი, რომ ამას უყურე, რომ მე დავიწყე ყურება. ამიტომაც დავიჩაგრე, აი სუბიექტურად ისე ურჩევნია და ხო, არა, ხო, ყველა დებულებაზე შევიდე. აი აქ არიან ალბათ ადამიანები, რომლებიც შენ გეთახმები. ახალი ამოცანა მაქვს ეხლა რომ ანდროს გონებაში შევიდე და არგუმენტაცია ისე გავაწავ. არა, ეს უბრალოდ გამიმართლა, ეხლა თორე მართალია რაღაც 50-50. ხო რა, იმიტომ რომ მეხსიერებაზე შენი არგუმენტი მომიწონა, იმიტომ რომ მეც ყოფილა რომ დამვიწყებია საერთოდ წინა იმაში ახლა. მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მაგალითი რომ მოიყვანე, მანდ გადავიხარე ირაკლისკენ, იმიტომ რომ ერთი თამაში არის, ერთი სერია. ჩემი აზრითაც ვიდრე სეზონი. მეორის დალევა გიწევს სანამ ჩემ გონებაში შემოძვრები. მოსაჭახუნებლად მზად ვარ. სხვანაირად ვერ გეხუმახმაღვი. კარგ ფილმებს და სერიალებს გაუმარჯოს. გაუმარჯოს, კარგია ეს ნამდვილად. ადამიანს რომ აცინებ უფრო დიდი ძალა ვიდრე რომ აფიქრებ. 3 2 წუთი 1 წუთი. რომ აცინებ უფრო დიდი ძალაა ვიდრე რომ აფიქრებ. აუ. ოკეი. 3 2 1 ეთახმები შენც. რო აცინო უფრო დიდი ძალა, აუ მართლა მაინტერესებს ახლა თქვენი ეს მოსმენა, იმიტომ რომ მე სრულიად სხვა მხარეს გავარ, მგონია რომ აფიქრებ არ შეიძლება ადამიანი გააცინო ისე რომ არ დააფიქრო, ანუ მაშინ ძირითადად როცა რაღაც ხუმრობებს იძახი, ან იუმორს აკეთებ, ну ყველა შემთხვევაში არა, მაგრამ ძირითადად როცა აკეთებ, მით უმეტეს კარგი იუმორს თუ აკეთებ, ამ იუმორს ჭირდება დაფიქრება, რომ გაიგო რა არის ეს იუმორი. და ამ შემთხვევაში რო ავიღოთ, თან აფიქრებ და თან აცინებ და იმ შემთხვევაში უბრალოდ აფიქრებ და შესაბამისად მოკლედ ბევრი ინფორმაცია რომელიც გინდა რომ ადამიანამდე მიიტანო და ამას ემსახურება ალბათ იუმორიც, ხო, რაღაცა შენი აზრი რომ მიიტანო, ან ვიღაცის აზრი რომ მიიტანო ადამიანამდე, ამისთვის საჭიროა რომ ამ ადამიანს ეს დაამახსოვრდეს და რაღაც მისი ფიქრის ნაწილი გახდეს. ამისთვის საჭიროა ემოცია, როცა ამოს ადამიანს ემოცია, მაშინ უფრო კარგად ამახსოვრდება, არა დადებითი ან უარყოფითი არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მაშინ განსაკუთრებით კარგად იღებს ორგანიზმი ამ ინფორმაციას და სიცილის შემთხვევაში და იუმორის შემთხვევაში ეს ძალიან კარგი ძალაა. და ამიტომ თუ კარგი ხუმრობაა და შიგნით კარგი აზრი დევს, ემოციასთან ერთად უფრო ბევრს აფიქრებს ადამიანს, ვიდრე უბრალოდ რომ რაღაცა ელაპარაკო და აფიქრო. თუ პრიმიტიული ხუმრობა აი ვიღაც ბანანზე ფეხი გაუსრიალდა და წაიქცა, ხო? მაგრამ თუ პრიმიტიული აზრია, ხო, მაგრამ რომლითაც აფიქრებ. მე წარმოვიდგინე რომ რაღაც სამყაროს უკეთესობის კეცვლია. არა, ხო, თუ ვიზახით რომ უბრალოდ აფიქრებ, მაშინ თუ პრიმიტიულ ხუმრობას ვიზახით, პრიმიტიული აზრი უნდა გავითვალისწინოთ, თუ სერიოზულად ვიზახით, მაშინ სერიოზულ იუმორს. ხო, აი მე რაღაც ფილტრში როცა გავატარე გონებაში წარმოვიდგინე სიტუაცია, როცა ადამიანი ძალიან ცუდად გრძნობს თავს. როცა ადამიანი ძალიან ცუდად გრძნობს თავს, ან ძალიან დიდი წარუმატებლობა შეემთხვა, ყველაზე დიდი მკურნალი მსგავსი სიტუაციების მგონია რომ არის წარმატებობის საწინააღმდეგოდ და რაღაცა სიხარულის შეგრძნება, რომელიც აი ავტომატურად როგორც რაღაცა პატარა ლოკალური განათება შემოდის შენში იმ შეგრძნების სახით, რაც ირაკლი მისაუბრა, მაშინ როცა რაღაცა გიხარია და გაბედნიერებს და გაღიმებს. აი დაფიქრება და რახან ეს წარმოვიდგინე გონებაში თან დაფიქრება იმ ნაწილში მგონია რომ ვერ ახდენს გავლენას, რომ აი ადამიანი რაღაცას შეიძლება დააფიქრო, მაგრამ მე ის პროცესი იმ ფიქრისა როგორ წარიმართება თავიდან ბოლომდე იმ ადამიანის ამბავია უკვე და იქ შეიძლება რაღაცაზე შენ დააფიქრო და მე საერთოდ განვითარება არ ქონდეს. ან ძალიან არასწორი განვითარება ქონდეს და როცა გააცინებ ეს ძალიან ნატურალური აი შექმნის ფაზაში გადასვლა არის ადამიანის მგონია რომ აი ინთება შიგნიდან და კი მაგრად რჩება და კი მგონია რომ არასდროს არ დაგავიწყდება როცა ცუდად ხარ და ვიღაცა გაღიმებს და გაცინებს, ხო და აი გულწრფელობა აი ესეთ გაღიმებაზე მაქვს საუბარი და არა ხო რაღაცა ძალიან ცუდად რო ვარ და აი შეხედე კაცი ბანანზე ასია ხო ეგა შეიძლება ხო ეგრე არა ხო არა, მე რატომაც ვფიქრე რომ საუკეთესო აზრი, აქეთ
პრიმიტიული ხუმრობა. რატო დაგვიჩაგრე ხუმრობა? ხო, აი, რატომაც დავჩაგრე და. არა, იუმორს ხო, ძალიან. საინტერესო იქნებოდა კამათის მოსმენა, მაგრამ ანგარიში ისევ უცვლელი რჩება. აი, ზოგადად გონია, რომ ზოგჯერ თუ კი არა და ხშირად თუ შეძლებენ ადამიანები მე ძალიან მიჭირს ეგ და პირველ რიგში ჩემ თავს ვეტყვი ახლა, რომ თუ ხშირად გავახსენებთ ჩვენ თავს, რომ აი, სადღეგრე სერიოზულადაც არ არის რა, ყველაფერი შეიძლება რომ ბევრად უკეთ გააკეთო რაღაცები, ბევრად უკეთ მიემართო, ბევრად ნაკლები ინერვიულო და რეალურად რატოც ხარ სერიოზული რომ რაღაცები ძალიან სერიოზულად გამოიყვანო, იქაც წაგადგეს ეგ ამბავი შეიძლება, ამიტომ აი ვეთანხმები მე ვეთანხმები რა თქმა უნდა. საქართველოს განსაკუთრებით საქართველოში არ ვიცი ბევრ ქვეყნებში როგორ არის, მაგრამ საქართველოში განსაკუთრებით გვიჭირს ეგ რა. აი ცოტა იუმორით შევხედოთ ჩვენ თავს და ჩვენ ცხოვრებას და ბევრად ადვილი გახდება ყველაფერი და ბევრად კარგი იქნება ყველაფერი, იმიტომ რომ როცა ესეთი დაძაბულები არა ვართ და ესე არა ვართ, ანუ რომ გამოდიხარ განწყობა უკეთესია რა და ეგ განწყობა ბევრ ამას აკეთებს. აჰა. 2-1 არის ესე მაგარში, სანდრო მარცხ ხდება. აი სუბიექტურმა დაღუპა რა. კი სუბიექტურმა, მაგრამ ეხლა შეიძლება პირიქით იყოს სუბიექტური. ნახოთ, მოკლედ. შემდეგი დებულება. გარმაწყობს მე სამართლიანობის მომხრე. სამართლიანი არ ვიცი როგორ ვიყო სამართლიანი, მაგრამ ვეცდები სუბიექტური. სამართლიანი სუბიექტური ვიყო. არის ამ შემთხვევაში სამართლიანი. ეგეთი არის. ეგეთი სამართალი. შემდეგი დებულება. დიდი სამეულიდან პადელს ყველაზე უკეთესად რაფაელ ნადალი ითამაშებდა. მზად ხართ? ხო, მოიცა. ხო, მზად ვარ. 3, 2, 1. წინა ვინ დაიწყო? ირაკლი ხო? მაშინ დაიწყო. აი ეს არის როგორი დებულება, იცი? აი თანაბარი წარმატებით დავიცავ 4-ს რა. ინდი მარისა ჩემოიყვან. ხო, რატო დაიჩაგრა? თან მით უმეტეს ამ ამბავში მგონია რომ ძალიან მაგარი იქნება. და ყველას თავისი არგუმენტი აქვს ამ სამეულიდან, რატო ითამაშებდა ყველაზე კარგად პადელს და ყველა შეიძლება. მოკლედ ნადალზე მგონია ეგეთი რამე. აი არსებობენ ეგეთი ადამიანები, სხვათა შორის ჩვენც ვიცნობთ ეგეთ ადამიანებს ჩვენი ეკოსისტემაში, რომლებსაც აი ბრაუდ წინვალედ გამოსდით აბსოლუტურად ყველაფრის კეთება, განსაკუთრებით სპორტულ განზომილებაში. უბრალოდ აქვთ დაბერტყილი ეგეთი ტალანტი, რომ აბსოლუტურად ყველაფერს თამაშობენ ძალიან კარგად. რაფაელ ნადალი არის ადამიანი, რომელსაც თქვენ თუ შეხედავთ და ნახავთ ვიდეოებს, რომელშიც ფეხბურთს თამაშობს და თამაშობს იკერ კასილესის წინააღმდეგ, მათ შორის იფიქრებთ, რომ კარგი ფეხბურთელი დავკარგეთ. შეიძლება ერთი რომ დავკარგეთ კარგი ფეხბურთელი, მეორე შეიძლება ბევრ ეხლანდელ ფეხბურთელზე უკეთ ეთამაშა, აი პრაიმში რო იყო, შეიძლება მარცხენა მცველად, ანუ ინგერად ეთამაშა უკეთ, ვიდრე არ ვიცი, აი ვალენსიას მარცხენა მცველს. იქიდან გამომდინარე, აი რა შეძლებებს აქვს ფიზიკურად, იქიდან რა შეძლებს. ეს ერთი ნაწილი, იმიტომ რომ მგონია, რომ არაჩვეულებრივი უნარები აქვს, შევიდეს რაღაც სამყაროში და იყვანოს სრულყოს. მეორე არის მისი მენტალობა. მე არ მგონია, რომ ამ სამეულში ვინმე უფრო შეუპოვარია მენტალურად, ვინმე უფრო მანიაკალურად უდგება რამეს, კარგი გაგებით მანიაკალურად, თუ ეგეთი რამე შეიძლება არსებობდეს, ვიდრე რაფა. აი, ბოლოს არ ვიცი ნახეთ თუ არა, ცოტა გამიგზელდება. ბოლოს არ ვიცი ნახეთ თუ არა, აგას იყვება ეგეთ რამეს, ახლა ბოლო პოდკასტში, რომ 17 წლის რაფა შემოდის ლოკერ რუმში ვარო რა. და რაფა შემოდის და ახალი ბლოკერის სისტემა დაგვიყენეს, რომელთაც რაღაც კოდი უნდა შეგიყვანა. და ამის მერე გაიხსნებოდა რა. და რომ შემოვიდა რაფა, მე ვაკეთ ზივარო და უყურება რომ 17 წლის არის და აი ამას ჩალიჩობს, რომ აი რაღაცნაირად შეიყვანოს და ნუ ამას სიზემს ჩამოწევს არ გაიგო, კიდე ამჯერმე არ გაიგო და ვხედავ რომ აი ომში არისო, აი ამ ბოკლომდან ჭიდაობს და რაღაცა მომენტში გახსნის და მოს აი ამას აკეთებს რა და მან მივხვდიო რომ აი ამ ტიპთან არავით არის შანსი პროსტა არ მექნებოდა ამიერიდან იმიტომ რომ ეს არის მანიაკალურად ჩაციკლული გამარჯვებას და კიდე ერთ არგუმენტს მოვიყვან ტექნიკურ ნაწილში ფედერერის ვოლი ჰაერიდან თამაში შეგრძნება ბრწყინვალეა და არგუმენტად გამოადგება მალე აუცილებლად ეგ ირაკლის
მაგრამ მაგ ნაწილშიც ტექნიკურად ჰაერიდან თამაში, მათ შორის რაფა ასევე შეუდარებლად კარგი იყოს. მეშითაც ჰაერიდანაც ასე შემდეგ. ბოდიში გამიგზავნა. არა უშავს. საინტერესო ისტორია იყო. სხვა არა, ბევრი რამეში ვეთანხმები და ძალიან საინტერესოა, მაგრამ მე ცოტა უნდა იმედები გაგიცრუოთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ვიტყვი ჯოკოს, სამეულიდან იყო, იმიტომ რომ მე ჩემი აზრით ამ სამეულიდან ძალიან კი მინდა რომ ფეძია ყოფილიყო ამაში. პირველი, მაგრამ ჩემი აზრით ჯოკო იქნებოდა ალბათ ამათ შორის ყველაზე ძლიერი. ერთი, იმიტომ რომ უყვარს ეს ამბავი, იმიტომ რომ ბევრი ვარჯიში მინახავს. არ შეიძლება ამათაც გაუკეთებიათ, მაგრამ ამათი ვარჯიშები, ბევრი ვარჯიში მინახავს, ჩოგბურთელები რო ვარჯიშობენ, ხოლმე ერთ-ერთი ვარჯიში არის პატარა კუბიკებში, კვადრატებში თამაში რა და ეს უყვარს ძალიან, ბევრი მინახავს რომ ეთამაშებოდა რა, ვარჯიშობს ხოლმე და ამას აკეთებს. მეორე მისი შესაძლებლობები, კუნთების ელასტიურობის, რომელიც პადელში ძალიან მნიშვნელოვანია რა. პატარა მანძი რაფაზე არ ვეთანხმები, იმიტომ რომ მეტი გასაქანი ჭირდება მის სტილს და მის თამაშს, იმიტომ რომ თუ არ გაიქცა და წარმოუდგენელ ბურთს არ მიწვდა, თუ დიდზე ხელი არ მოიქნია და კარგად ისე არ დაატრიალა, რომ საერთოდ ისე გაფრინდეს ბურთი რომ ვერც მიწვდა და ასე შემდეგ, მგონია რომ ამაში ჯოკო უფრო ძლიერია რა და თან იმაში რომ რაღაც რაც ნადალს არგუმენტი ქონდა ჯოკოსაც მაგ კატეგორიაში შევიყვანდი, იმიტომ რომ ნუ აი ადამიანია, რომელიც რაღაცა მოინდომებს რომ რაღაც იოგა გააკეთოს და იმდონეზე ავიდეს ამ იოგაშიც რომ ვერავინ ვერ მიწვდეს. მე რაღაცაც კიდე იმას რა ვერ იგებს ჩამორჩენილია, როცა ეს ორნი წინ იყვნენ, ისეთი მშრომელია რომ ავიდა კი არა, ყოველი შედეგებით ალბათ ყველა საჯარო. ამიტომ მე ვიტყოდი ჯოკოს. საერთო წით. ხო, აქ მთელი მუღამი ეგ არის, როცა ეთანხმები შენ ყავს ერთი და იქით რო რამე ორია. შეგიძლია ფედერერზეც. სამი შეიძლება. რაც შეეხება ჩემ დეკონსტრუქციას, შენი არგუმენტების. კვადრატი ჯოკოვიჩის ვიდეო გაქვს უფრო მეტი ნანახი, რო ეგეთი ტიპია, მეტად თამაშობს, ისე თამაშობს, რომელსაც არ უნდა თამაშობდნენ, ეს ერთი და მეორე, იმიტომ ველოდი უფრო ფედერერს, რომ აი სუფთა ტექნიკურად შენგან ფედერერს ელოდებდი ამ ამბავი და სუფთა ტექნიკურად ჯოკოვიჩის მთელი კარიერის განმავლობაში თუ სადმე ყოფილა რაიმე პრობლემა მის თამაშში, თუ სადმე არსებულა რაღაცა მცირე ჩამორჩენა, განსაკუთრებით ამ სამეულთან, მაგრამ ისედაც ეგ ყოველთვის იყო ჰაერიდან თამაში, ჰაერიდან თამაშის ტექნიკა, სმეში, ვოლი. შესაბამისად, პადელი მთლიანად არის დაპატარავებული ჩოგბურთი, რომელზეც ბეიზლაინი არ არსებობს. რაფაც ბეიზლაინის მონსტრია, მაგრამ რაფა ჰაფკორტშიც ყოველთვის ძალიან მაგარი იყო და აი ჯოკოვიჩი ყოველთვის ტრანზიშენ თამაში და ჰაერში, განსაკუთრებით კარიერის პირველ ფაზაში იყო გაცილებით უფრო უკან, ვიდრე ფედერერი და რაფა და სუფთა ტექნიკურადაც ვერ მივყვები, მაგიტო მაგ ნაწილს. უბრალოდ ისეთი თამაში მოუწევდა ჯოკოვიჩი, რასაც ჩოგბურთის კორტზე ისი სისუსტე იყო მოკლედ და ამ სამში ცალსახად ჩემთვის პირველი ნადალი მერე ფედერერი და მერე ჯოკოვიჩი ან ფედერერი ნადალი და მერე ჯოკოვიჩი ისევ ჩემაზე ვჩები იმიტომ რომ შეიძლება პადესთან გეთანხმები თამაშზე მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მანდარის გატარება და კედლიდან მერე დარტყმა და ასე შემდეგ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში რა ერთ-ერთი პადელზე რო გადადიხარ თუ ჩოგბურთს თამაშობ ერთ-ერთი ყველაზე ეხ გადასვლაზე არ არის ლაპარაკი მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე რთულია რომ აუტში რომ გონია რომ მიდის არ გაატარო რა და გონია რომ აი ზუსტად იმიტომ რომ ესეთი რაღაცები ძალიან უყვარს და მასში არის ჯოკოვიჩი აი ეს რაღაცა გაატარა ისეთი დაარტყა რომ იმ კედელს მოხვდა და საერთოდ გადავარ და ეს უფრო მის მაიმუნობა და აი ეს რაღაცა უფრო მის ხასიათშია და ისე როგორ ახმოს ხარ წაგება ანუ რაღაც მომენტში უკვე ფიქრობდი როგორ დავასრულო რა სიტყვები დავასრულო ხო არ ვიცი მე match point-ი აქვს აი თქვი რამეთ იგრეა არა მართლა ძალიან მაგ არგუმენტების განსაკუთრებით თუ ჯოკოვიჩს უპირისპირებს ეს ჯოკოვიჩის ფანია და შენ ისევ ისეთი ტიპი აირჩიე რომელიც ამის ობიექტია სიმართლე გითხრა მართლა მგონია რომ ჯოკოვიჩი ბევრად უკეთესი არ ვიცი ხო თან თამაში ტექნიკური არ არის ჯოკოვიჩი აი არც შეხება შეგრძნება არ ქონია ისეთი რომელიც პადელს ჭირდება რა აი პადელი უფრო მეტად არის პადელი ხო მაჯაა აი მაჯით რამხელა არგუმენტია ანდრო
მაჯით ჩოგბურთი უთამაშია რაფას, უთამაშია როჯერსს. არასდროს არ უთამაშია ჯოკოვიჩს. ბევრად უფრო მხრის და ბევრად უფრო დიდი ზონების და მაგზით თუ წავალთ, მაშინ ყველაზე წარმატებული ბუბლიკი იქნებოდა დღევანდელი მონაცემებით, ერთ-ერთი წარმატებული. შეიძლება არსებობდეს ან პადელში, რატომაც არა. ეხლა ყველაზე მაგარი პადელის მოთამაშე ვინც არის ეს ხუან ლებრონი. ჯოგბურთი რომ ათამაშო ეხლანდელ ფედერერთან, ერთი ფეხი რო არა აქვს, ალბათ გაისვიპება, მაგრამ პადელი რო ეთამაშებინა პრაიმ ფედერერი ხუან ლებრონთან, ხუან ლებრონი უეჭველად მოუგებდა. ამიტომ ცოტა სხვა რამე. მე ზოგადად არ ვარ პადელის მოყვარული. მგონია რომ ჯოგბურთთან რაღაცნაირად კი არის ახლოს, მაგრამ მე პირადად რო ვთამაშობ, გასცემთ უფრო ახლოს პინგ-პონგის თამაში, მაგიდის ჯოგბურთის თამაშის დროს უფრო ვარ ჯოგბურთთან, ვიდრე პადელის, იმიტომ რომ სრულიად სხვა რამეა, სპინი არა აქვს, ჯოგანი. პადელზე გეტყვი რა გეთანხმები და რა შეტაბეჭდილება დამჭა, მეც ცოტა იქით გადავედი, მაგრამ რო ვითამაშე დამჭა, რომ ცოტა ზღრულია რა, იმდენი გასაქანი, იმდენი კომბინაცია, იმდენი ვარიანტი არ აქვს. აი რაღაც რო შეადარო რა შაში და ჭადრაკი რა. უფრო მარტივი ხო რაღაცა ზღრულია იქა და ნო კი ვერ მოუგებდა. მე მაინც ისევ მაპატიეთ, მაგრამ იმიტომ რომ აი რაღაცა მონფისი და ჯოკოვიჩი მინახია რომ პატარა მეებში თამაშობენ და დაუჩაგრია ჯოკოს. არ ვცდილება მე რაც ვიდეო ვნახე იმაში დაჩაგრა და ისე შეიძლება. ფედერერი არ გინახავს. ხო და აი ფედერერი არ თამაშობს რა, აი ხელს არ იფუჭებს თუ არ ვიცი რა ქვია. არ შემხვედრია ეგეთი ის რომ ჯოგბურთის გარდა რაღაცა ემაიმუნა. ჯოკოვიჩი რაღაცა მახსოვს იაპონიის ტურნირზე ისიც რაღაც იაპონური ხმლებით არ ვიცი რა მაგ სახეობას რა ქვია ფორმები როცა ეგეთ სუმოცა და აი ყველაფერში ის არის რომ ეს ძალიან ახასიათებს და ამიტომ ვიფიქრე უბრალოდ რა. აი მოდი არ გვინდა ხელოვნური დიზაინერი და დავრჩები ჩემ აზრზე და დალია ის იმიტომ რომ ხო მეც მე ბევრჯერ დაუჯერებელი ახლა ის მაკინროის იმაში გადავალ და ან მაკინროის ან რომელში უნდა გადავიდე ან მაკინროის ან ფონინის აუტის იმაში შევალ რომ შეხება ანუ ყვალი შეხედე აი კარგად ჩელენჯი ერთ წამს კარგად დაფიქრდი და შეხედე აი შეეხო არა ოკეი ხო შეეხო მაგრამ უხوار მაგრამ დავმარცხდი მე მაპატიეთ რომ ეს არის არის ისიც არგუმენტი იყო გატარება და უკან თამაში რო ბევრად ხო იცი რა ხო აი ბადეზე რო რაოდენობრივად მეტი არგუმენტები მქონდა ქონდა კი ეს სიფრთხეზე კი ქონდა და მაგრამ უფრო მსხვილი და დიდი არგუმენტი ამას კიდე ისე შინაგან იმაზე თამაში დაემატა რა ნუ თან მე ხოლმე სამოქოლმე რომ სუბიექტური ვარ ამ განაცემის დროს იმიტომ რომ აბა ვინ არ იქნება სუბიექტური ხო რა თქმა უნდა ეხლა ხო ისე მგონია რომ ამ სამელში ფედერერი ითამაშებდა ყველაზე კარგად გულწრფელად ფედერერი მაშინ ლოგიკურად სვა ძალიან არა ხო მაგრამ იქით არგუმენტი ჯოკოვიჩი და ნადალი იყო ჯოკოვიჩი და ნადალი იყო ნადალის გატანადია ჯოკოვიჩი მართლა იგულწრფელად გონია რომ ყველაზე ცუდი იქნებოდა 3-დან აი დედას მიცავა. ანუ იმიტომ არ მithქვამს ეს ყველაფერი რომ მეკამათა უბრალოდ. მინდოდა რა ნებისმიერად არ უნდა დაგესვა, საწინააღმდეგო სწავლობდი რომ ერჩივნა ამაზე კამათი. მაგრამ ჯოკოვიჩი გულწრფელად გონია რომ ყველაზე ცუდი იქნებოდა პადელში. მე 4-ეული რო აგვეღო შეიძლება მარიმე თქვა რა. პადელში მარი ამაცი მაგარი არაფერში არის. აი ხა მან სუბიექტური ხარ ხა. ძალიან მიყვარს მარი, მაგრამ არ იქნებოდა. ეხლა რას გამომარჯოს? დიდ სამეულს გამომარჯოს. იმიტომ რომ წინვალე ხალხია მართლა ჩემთვის ეპოქაც შექმნეს და ჩემი ხასიათიც განსაზღვრეს და მე სატყერძელოში გადავედით ხო კაია. თან მთელი მუღამი ეგ იყო რომ სამივემ რაღაცა ისეთი მოგცა ცხოვრებისეულად სხვადასხვა ეტაპზე რაც ჩემთვის შეუფასებელი გამოცდილება და გავლენა ჩემ რაღაცა პოზიციონირებაზე ცხოვრებასთან მიმართებით. დავამატებ იმას რომ ცოტა სულ პოზიციაში იყო სადრო იმიტომ რომ ერთ სუპირისპირებდა დანარჩენ ორს და ხდება ხოლმე ამ განაცემაში ეგრე მაგრამ ხო მაშინ ორი მაშინ მე არასწორი სტრატეგია შევარჩიე ესე იგი არა ცოტა სუბიექტური კი არა ჩემთვისაც სუბიექტურია რა აი მე მაგალითად ფედერერის დროს ისეთი სუბიექტური ვარ ხოლმე რომ
აი რაღაცა ეხლა ეს ბრენდი რომლის წილშიც ფედერერის ონები რო გამოვიდა, ანუ ისეთი მანიაკი ვარ ფედერერის, რომ გავქანდი და იმ წუთში ვიყიდე. ანუ მე ძალიან ეგრევე. იმდენად სუბიექტური ვარ და ამიტომ ხო, ნუ ეგრეა ეხლა რაც არ უნდა იყოს ესეთ რამეში თუ რაღაცა კოსმოსი არ გამადობთ. თუ განსხვავებულ აზრზე ხართ, თუ გონიათ რომ სანდრო დაიჩაგრა ბოლო კითხვის დროს დაგვიწერეთ კომენტარებში ყველაფერი ეს არ გვეთახმება. მგონია რომ უბრალოდ ბოლომდე ვიბრძოლე რა ძალიან ღირსეული მზად ვარ მოვიდე და ეს დარჩენილი ჭიქა ღირსეული მარცხის შემადგენელი ნაწილი. მეც მინდოდა დისაიდერი, მაგრამ ვიფიქრე რომ აი ხელოვნურად დისაიდერს ჯობდა რომ რასაც ვფიქრობდი ეგ და ფიქსირებინა ეგრე უფრო ასწორებს. იმედი. Gracious in defeat ვიქნები, იმეც ადინებ და მე უფრო მაგარი დავბრუნდი. მადლობა გამიმართლა სტუმრობისთვის, იმედი ეს მნიშვნელოვანი ნაწილი. იმიტომ რომ მე ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე თქვენი კამათის თუ დათანხმების მოსმენის დროს უყურეთ უილმბლდონს სენატას სპორტს.